როგორ გადავამუშაოთ სტუმარმასპინძლობის სექტორში წარმოქმნილი ნარჩენები. სტუმარმასპინძლობის სექტორში ყველაზე მეტად სამი ტიპის ნარჩენი გვხვდება: საკვები ნარჩენი, პლასტმასა და შუშა. მათი ცალ-ცალკე შეგროვებით, ხელახალი გამოყენებითა და გადამუშავებით შეგვიძლია დავზოგოთ ან მივიღოთ ახალი რესურსი, მაგალითად ენერგია, სასუქი, ახალი მასალები და პროდუქტები. საკვები ნარჩენების გადამუშავების სხვადასხვა გზა არსებობს. საკვებ ნარჩენებს თუ მოვათავსებთ ბიოგაზის დანადგარში, უჟანგბადო, ანაერობულ სივრცეში, ნარჩენები ბაქტერიების ზემოქმედებით მაღალი ხარისხის ორგანულ სასუქად გარდაიქმნება. ამ დროს გამოიყოფა გაზი, მეთანი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საკვების მოსამზადებლად, გასათბობად და ასე შემდეგ. საკვები ნარჩენები, განსაკუთრებით კი მცენარეული ნარჩენები, ქაღალდი და მუყაო, შეგვიძლია გადავამუშაოთ წითელი ჭიების მეშვეობით. ამ პროცესს ქვია ვერმიკომპოსტირება. წითელი ჭიები ჭამენ საკვების ნარჩენებს, ქაღალდსა და მუყაოს და გარდაქმნიან მათ მაღალი ხარისხის ორგანულ სასუქად. საკვები ნარჩენების გადამუშავება შეგვიძლია სპეციალური კომპოსტირების დანადგარების საშუალებითაც, რომლებიც 24 საათში საკვებ ნარჩენებს გარდაქმნიან მაღალი ხარისხის ორგანულ სასუქად. ეს დანადგარები კომპაქტურია და შეიძლება განთავსდეს სასტუმროებში, რესტორნებსა და კვების სხვადასხვა ობიექტში. პლასტმასის, კერძოდ კი პეტის ბოთლებიდან შეგვიძლია დავამზადოთ სინტაპონი, რომელიც გამოიყენება ქურთუკებისა და დათბილული ტანსაცმლის წარმოებისთვის. მეორადი პლასტმასასაგან შეგვიძლია დავამზადოთ სკამები, ურნები, გზის მოსაპირკეთებელი ფილები და ფართო გამოყენების სხვადასხვა საგანი თუ მასალა. შუშის ბოთლები შეგვიძლია გადავამუშაოთ და ვაწარმოოთ ახალი ბოთლი, ან დავამზადოთ სხვადასხვა დეკორატიული ნივთი და ჭურჭელი. არსებობენ კომპანიები, რომლებიც იბარებენ და ამუშავებენ მსგავს ნარჩენებს. ვიდეოს ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია მსგავსი კომპანიების შესახებ. დაუკავშირდი და ჩააბარე ნარჩენები. გაუფრთხილდი ბუნებას და მიიღე სარგებელი.